ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაიღეს სისხლი გადაარჩინეს სიცოცხლე ფარგლებში ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში უფასო დონაციის აქცია ჩატარდა, რომელშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვნენ. სისხლის უანგარო დონაცია გარკვეული რეკომენდაციის გათვალისწინებით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ დონაციის აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურადაა ჩართული, რაც ეხება პროცესს, ის სრულიად უსაფრთხოა. მივიღეთ სისხლის გაღების დონაციაში მონაწილეობა, გავიღეთ სისხლი. მსგავს აქციაში პირველად არ ვღებულობ მონაწილეობას და მოსახლეობასაც მოუწოდებ მიიღონ მონაწილეობა სისხლის გაღების დონაციაში. ყოველმა გაღებულმა ჩვენმა სისხლმა შეიძლება ადამიანის სიცოცხლე იხსნას. მე მაგალითად მიმაჩნია თავი ვალდებულად, რომ გავცეს სისხლი და გადავარჩინათ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე. ეს აქცია პერიოდულად ტარდება ხოლმე საქართველოს მასშტაბით. ბოლნისის მერია მუდმივად არის ჩართული და განსაკუთრებული მონდომებით და აქტივობით გამოირჩევიან ბოლნისელები. ჩაბარებული სისხლი გადანაწილდება სხვადასხვა კლინიკაში საქართველოს მასშტაბით და მოხმარდება მძიმე პაციენტებს. ეს სისხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პაციენტებისთვის, ასე რომ ძალიან დიდი საქმე კეთდება და ძალიან სასიკეთო აქცია მიმდინარეობს ახლა.